წარმოგიდგენთ პირველ აქტივობას. ამ აქტივობისთვის დაგჭირდებათ თეთრი ან სხვა ფერის ფურცელი თქვენი სურვილის მიხედვით. დაგჭირდებათ ფერადი პატარა ფურცლები, წებო და მარკერი. დავხატოთ კი ბატონო. ეხლა შევდაიღოთ წებო, წაუსვევ ამ წებოს და მერე დააწებებ ფურცლებს. არ უნდა დიდი ზამთარი. ამ აქტივობის დროს შეგიძლიათ ბავშვს ესაუბროთ ფერებზე, იმ სიტყვებზე, რომლებიც A-ასოდან ან რომელ ასოზე ხართ იმ ასოდან იწყება და ასე შემდეგ. კარგია თუ ბავშვებს არ შევზღუდავთ და მივცემთ ცვლილებების საშუალებას. ხანდახან ძალიან საინტერესო რაღაცებს იგონებენ. L-ასოს დაწერა თავად მოინდომა და თავადაც დაწერა. აი დავყრი ასე. ან ასე. თუ იდეალურად არ გამოუვა, არა უშავს. მიეჩვევა და სკოლაშიც აღარ ინერვიულებს. ოზე რა სიტყვები იწყება? ოქრო? ხო. კიდე? ოდვა. ოჩა. კიდე? რამე რიცხვი ხო არ იწყება ოზე? 40. კი, ჩადააძებება. 20. კი, ყოჩა. 80. თუ ბევრ სიტყვას ვერ იხსენებს, არა უშავს, მეც მიჭირს ხოლმე. ასობგერა შემოვავლოთ ახლა წებო. და ფურცლების დაკვრაც ზემოდან დაიწყე. თან გაიხსენე რომელი სიტყვები იწყება, ზემოდან დაიწყე ჯობია, რომ ასოს რო წერას რო ისწავლი ზემოდან უნდა წერო, ხო იცი? ერთი უთან შემოსასვლელია და გძელია ისინი. კარგი. აბა ეზე რა სიტყვები გახსენდება? ერთი. რიცხვი 1, ხო? ციფრი და რიცხვი 1. კიდევ? კარგი, აბა იზე რაც გახსენდება. საიდანაც დაიწყე წერა, ჯობდა იქიდან წერო, მაგრამ არ უშავს. აბა იზე. ახლა გავაგრძელე აქეთ. მე მგონი მეტი ფურცლები მაინც ადგილ ყოფილა და აბა გამოიყენე. თან გაიხსენე იზე რა სიტყვები იწყება. იარე. კარგი, იარე. ანუ ზმნას გაიხსენებს არსებით სახელს თუ შორის დებულს მნიშვნელობა არ აქვს. ჯობია მაინც შევაქოთ, რადგან რაც მთავარია სიტყვების ასობგერებად დაყოფას მიეჩვევა და პირველი ასოს ამოცნობას. Unicorn ხო? კარგი. Unicorn ის კენკავახო. ყოჩა. კიდე ყვავილი როა ერთი? ია. ყოჩა. შენ საყვარელ ფერს რა ქვია? იესამისე ანუი. ხა. შენ რომელ თვეში დაიბადე?
ყოჩი. და ივლისი ჩაი იდან. იმედია მოგეწონათ ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის.